აუდის ხსენებაზე თქვენ პირველი რა გახსენდებათ? პირადად მე იმ სტერეოტიპის გავლენის ქვეშ ვარ, რომლის თანახმადაც აუდის სერვისი და ნაწილები საკმაოდ ძვირია. შესაბამისად მახსენდება ის თავის ტკივილი, რომელიც თავის ტკივილის მის პატრონს საკმაოდ ძვირი უჯდება. გამარჯობა, მე მარო კალატოზიშვილი ვარ და დღევანდელ ვიდეოში ჩემი სტუმარი იქნება Audi R8 Long-ი. Long-ი თქო ახსენე. ამ კლასში ზოგადად ორნაირი ვარიანტია. ერთი არის ჩვეულებრივი R8 და მეორე არის R8 Long-ი, რომელიც არის მართლა Long-ი. ყველაზე გრძელი, რაც კი სედანი მინახავს. ზომაში არის 5.3 მეტრი და ალბათ წარმოგიდგენიათ რამ სიგრძეა და პრინციპში ხედავთ კიდევაც. R8 არის Audi-s ყველაზე მაღალი კლასის ლაგჟერი სედანი, რომელიც ყველა კომფორტს იძლევა, რაც კი შეიძლება მის მძღოლსა და მგზავრებს სჭირდებოდეთ. და არა მარტო კომფორტს, არამედ სისწრაფესაც. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მაღალი კლასის სპორტული ავტომობილი, რომელიც ძალიან მაგარ გამოცდილებას გაძლევს და აი ამ გამოცდილებას ჩვენ ერთად მივიღებთ ვიდეოს მსვლელობის დროს. ვიზუალს რაც შეეხება, იმედი Audi-s მოყვარულებს არ ეწყინებათ, მაგრამ აი გვერდიდან რომ შეხედავთ, ასაც გავს. თან ძალიან გავს, მაგრამ მაინც ძალიან ლამაზია. შეიძლება ითქვას, რომ არაფერი ზედმეტი არ აქვს. ზედმეტი კი არა, ჩემი აზრით ცოტა აკლია კიდევაც გარკვეული ნაკვთები. მე ნაკვთებს ვეძახი ხოლმე იმ გამოყვანილ ფორმებს, რაც ავტომობილს აქვს და მე მგონია, რომ ცოტა უფრო მეტი დახვეწილობა და სინაზე უფრო მოუხდებოდა ამ ავტომობილს. მოდი დავათვალიეროთ წინიდან, გვერდიდან ნახეთ უკვე უკნიდან ნახოთ საბარგული, უკანა მგზავრის სავარძელი და მძღოლის სავარძელი. წინა ნაწილზე რომ ვთქვათ, წინა ნაწილის აუდები ზოგადად ერთმანეთს ძალიან გავს, თითქმის ერთი და იგივეა, A6, A7, R8. უკანა ნაწილით განსხვავდება ძირითადად, A7-ია უფრო გამორჩეული და მე ძალიან მომწონს A7-ის უკანა ნაწილი. A7 უფრო მოსპორტულო ტიპია და შესაბამისად განსხვავებული იმიტომაც არის. თუმცა ვიზუალით წინა მხარე თითქმის ყველა ერთმანეთს გავს და ეს გადაწყვეტილება მე მაგალითად არ მომწონს, იმიტომ რომ როდესაც მანქანას ხედავ, მე მირჩევნია პირდაპირ შევხედავ თუ არა ეგრევე ხვდებოდე რომელი ავტომობილია და არ მჭირდებოდა მის უკანა ნაწილზე შეხედვა და წარწერის წაკითხვა, რომ გავიგო რომელი მოდელია კონკრეტულად. წამოგადავიდეთ უკანა მხარეს, ძალიან გრძელია. ეს არის ავტომობილის უკანა ნაწილი, რომელიც ასევე ძალიან გავს პასატს. თითქმის იგივენაირია. ნახოთ საბარგული. ახლა საბარგულში რაღაცები გვიწყვე ჩვენი გადაღებიდან გამომდინარე, თუმცა მოცულობას ასე უფრო კარგად აღიქოვთ ჩემი აზრით, იმიტომ რომ აქ არის განთავსებული ზურგჩანთაც, არც ისე პატარა და არის ძალიან დიდი ადგილი. თუმცა ეს გასაკვირი არც არის სრულიად მოსალოდნელია, როდესაც ამ სიგრძე ავტომობილში ამ ხელა საბარგულია განთავსებული, შეიძლება კიდევ უფრო მეტ რამეს ელოდებოდე, მაგრამ მაინც საბარგული ისეთი ზომისაა, ვფიქრობ სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ ბევრი კი არა, ძალიან ბევრი ბარგი წაიღო. თან დიდი კომფორტია, რომ ეს ყველაფერი ელექტროდ ხდება. უკან საბრძოლო ჯერ არ მჯდარ ვარ, ვიჯექი მხოლოდ მძღოლის მხარეს, მაგრამ უკან რო გაიხედები, აი ხო ძალიან დიდი კომფორტია, როდესაც ზიხარ მძღოლის სავარძელზე და უკან გაიწვდენ ხელს და აი რაღაცას გადადება, რაღაცას აიღებ, რაღაცნაირად პატარა საბარგო სივრცის შესავითა მძღოლისთვის. აი ამ შემთხვევაში მეგონა რომ რაღაც სხვა მანქანაში იყო ეს ყველაფერი, სხვა მანქანაში იყო ეს სავარძელი და ცოტა არაკომფორტული იყო, იმიტომ რომ ხელს ერთი გაწვდენთ, ვერაფერს ვერ დადებთ და ვერ აიღებთ. ეხლა ნახეთ. აი სივრცეს შეხედეთ. აი იქ რომ ჯდები, სად არის შეხედეთ ჩემი ფეხები და სად არის ეს სკამი. ანუ ეს ცოტი კი არ არის პირიქით, ანუ შეგიძლიათ, რავი, აი წამოწვეთ და აი წამოწოლმა იმგზავროთ და არანაირი დისკომფორტი არ შეგექმნათ, მარტო სიგრძეში კი არა. აქაც ძალიან დიდი სივრცეა, სამი ადამიანი ისე თავისუფლად მოთავსდება, რომ საერთოდ ერთმანეთს ხელს არ შეუშლიან და ეს ძალიან დიდი კომფორტია მართლად, შორგზაზე მოგზაურებისთვის განსაკუთრებით. მატერიალები არის ძალიან მაღალი ხარისხის, აი ნახეთ, ალკანტარა არის განთავსებული კარის ამ ნაწილშიც და არა მარტო ამ ნაწილშიც. აი აქ სალონის შიდა სივრცეში და ჭერი არის მთლიანად ალკანტარა, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტომობილი არის
მაღალი კლასის და ძალიან მაღალი ხარისხის მასალით დამზადებული. ეხლა განვიხილოთ ეს როგორც მგზავრის ამპლუაში. ზოგადად ამ ავტომობილის უკანა სავარძელზე განთავსებული სხვადასხვა დეტალები და ფუნქციები მოგვასწავებს იმას, რომ ეს არ არის მხოლოდ მძღოლისთვის განკუთვნილი ავტომობილი, არამედ ეს არის ადამიანისთვის, რომელსაც შეიძლება ჰყავდეს ეს ავტომობილი და ჰყავდეს თან მძღოლი და თვითონ თავის დღეებსა და ცხოვრებას ატარებდეს უკანა სავარძელზე მგზავრის ამპლუაში. აქ შუაში მგზავრი თუ არ ყავთ, შეგიძლიათ გადმოწიოთ ბარი, რომელსაც დამატებითი სათავსო აქაც აქვს და პლუს აქაც გადმოდის და შიგნითაც არის პატარა სივრცე, სადაც შეიძლებოდა რომ მათი ორი განთავსებულიყო, მაგრამ ამ შემთხვევაში არ გვაქვს. აქედან შეგიძლიათ მართოთ კლიმატ კონტროლი და აქ ამოდის ორი ჭიქის ჩასატები. ასევე აქ არის ფარდა განთავსებული, უფრო მყუდროდ და კომფორტულად რომ იმგზავროთ და აი აქ არის ის, რასაც სიმართლე გითხრათ, ნაკლებად მოველოდებოდი ამ კლასის ავტომობილში, კი არა, უფრო ამწლოვანების, თორე ამ კლასში რომ აქ ეს იქნებოდა განთავსებული, დიდად გასაკვირი არ არის, იმიტომ რომ შეიძლება ითქვას, რომ ამის პატრონი ალბათ უფრო ძირითად შემთხვევაში მგზავრი უნდა იყოს. აქ არის ასევე ნახეთ სარკე. გახსოვთ Mercedes-ი რო გადავიღეთ ეს კლასი, ზუსტად იქ იყო მსგავსი სახის სარკე წარმოდგენილი და ესეც ამითიც ნათელია, რომ ეს არის Mercedes-ის მიმართულებით ეს კლასის კონკურენტი, იმიტომ რომ იქაც ეს კლასი არის Mercedes-ში ყველაზე მაღალი კლასის სედანი. ეს არის საფერმლე. არ ვიცი დღევანდელ რეალობაში თუ კიდე ვინმე ეწევა სალონში, იმიტომ რომ უკვე დამკვიდრდა ზოგადად დახურულ სივრცეში მოწევა არ შეიძლება, მით უმეტეს მანქანის სალონში ძალიან ცუდი საქციელია მოწევა, იმიტომ რომ ძალიან იჟღინთება შემდეგ ყველაფერი თუნდაც ტყავი იყოს და ძალიან ცუდი სუნი დგება, ამიტომ ყველა ერიდება, მე ბოლო პერიოდში აღარ მინახავს სადმე მანქანაში ეწევდეს, თუმცა მაინც წარმოდგენია იმისათვის, რომ უკანა მგზავრისთვის იყოს მაქსიმალური კომფორტი შექმნილი. აი ეს მასალა, რომელიც Mercedes-ში გვხვდება ხოლმე საკმაოდ ხშირად, მაგალითად მე ძალიან არ მომწონს. ასე მგონია ზალაში ვარ და აი სტენკის ნაწილებია ჩაშენებული აქაც არის და აქაც, მაგრამ რატომღაც ესეთ მაღალი კლასის მატერიალად მიიჩნევა და რატო უბრალოდ ვერ ხვდები, არანაირი ესთეტიკა ამას არ აქვს. პირიქით. რაღაცნაირად ჩემი აზრით აი ამ სალონს თავის მდიდრულ იერსახეს უკარგავს აი ეს ქრინჯობა. გადმოვედით მძღოლის მხარეს და მე პირადად ამ ავტომობილში მძღოლის სავარძელს ვერ დავთმობდი. ისეთი საოცარი სიამოვნება მომანიჭა ამ ავტომობილის მართვამ. როდესაც წამოვიყვანე მისი მფლობელისგან და დღესაც სანამ ეს გადაღების ადგილას მოვიყვანდით, არ ვიცი, აი ახლა რომ დავიძვრებით და რომ ვატარებ, იქ უფრო ბუნებრივად გადმოგცემთ ჩემს ემოციებს, იმიტომ რომ მართვის დროს უფრო ბუნებრივად მოდის ეს ყველაფერი. სალონი ლამაზია, ძალიან კარგად განლაგებული აბსოლუტურად ყველაფერი, მძღოლისთვის ძალიან კომფორტულად. პირველად როდესაც ვიჯექი ამ ავტომობილში და თვალი გადავავლე ინტერიერს, პირველი რაც მომხდა თვალში, ის იყო რომ მეთქი ეკრანი სად არის თქვენ, იმიტომ რომ ვერ წარმომედგინა რომ Audi R8-ში ეკრანი არ იქნებოდა, ცოტა მიწყიდა. დავიჯერო მეთქი, ახლა არც ეგეთი ძველი არ არის, 2015 წლიანია, რომ ეკრანი არ იყოს განთავსებული, მაგრამ აგ ეკრანი სად იმალება. ყოველი გამორთვის დროს, როდესაც ავტომობილს ჩააქრობთ, ეკრანი შედის და როდესაც დაგხვევთ, თავიდან გამოდის. ჩვენი არხის სპონსორი და მხარდამჭერი არის კომპანია Trust Import-ი, რომელიც ამერიკიდან ჩამოგიყვანთ მეორად ავტომობილებს და არა მარტო ავტომობილებს, არამედ დაჭრილ ავტომობილებსაც, თუ თქვენი საქმიანობა არის დაშლილი ავტომობილები. და ჩვენი მეორე სპონსორი და მხარდამჭერი არის კომპანია Little Tree Georgia, რომელსაც დღეს აი ესეთი ვიზუალის სურნელი წამოვიღე, ფერის. ეს არის Black Ice, რომელიც ვფიქრობ, რომ სალონს ძალიან მოუხდება თავის ფერით. სუნთაც. სალონი რო განვიხილოთ ახლა, პირველი ვიტყვი იმას, რომ საკმაოდ კომფორტულია, ანუ კარგად არის ყველაფერი განლაგებული, ეს ჩემს სიმაღლეზეა, რაც ძალიან მომწონს. შიფტერი მომეწონა განსაკუთრებით, ასე მგონია თვითმფრინავი უნდა ვმართო, აი ამას რო ვკიდებ ხელს და პარალელსაც გავავლებ, რომ მართვის დროს მართლა მგონია, რომ მანქანა მიფრინავს. აი მართლა ეგეთი შეგრძნება მაქვს, ისეთი მაგარი ამორტიზაცია აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ამხელა დისკები აქვს, რომ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ Mercedes-შიც კი არ მიგრძნია ესეთი კარგი მართვის გამოცდილება, როგორც აი ამ შემთხვევაში მქონდა და პირველად ვმართე საერთოდ Audi, აქამდე გაგიკვირდებათ და Audi ნატარები საერთოდ არ მყავდა, იმიტომ რომ არც გარშემო არავის არ ყავდა, არც ჩემ ოჯახში, არც ჩემ სამეგობრებში, არასდროს არავის არ ყოლია Audi, ეხლა ბოლო პერიოდში ჩემ დეიდაშვილმა შეიძინა, მაგრამ ვერ მოვასწარი იმ Audi-ს გამოცდა და შესაბამისად ეს არის პირველი Audi, რომელსაც მე ვატარებ და ძალიან მიხარია, რომ Audi-ზე პირველივე შთაბეჭდება აი ესეთი კარგი კლასით შემექმნა. უბრალოდ რაც არ მომწონს არის ის, რომ
ძალიან ბევრი ღილაკები, აი ძალიან ბევრი. იცი როგორ პირველად თავიდან რომ ჩავჯექი, აი ძალიან ვეძებდი რომ სად რამე პოვა, გათბობა, როგორ გამეშვა წინ დაბლა ფეხებში უკან, აი ამან ცოტა დამაბნია და ეს ცოტა არაკომფორტულია, იმიტომ რომ თავიდან იცი როგორ არის ინსტინქტის დონეზე ვერ გადაწყვეტ რასად არის, რა ძებნა უნდა და აღმოჩენა და ეს ცოტა არაკომფორტულია, მაგრამ ახლა რა თქმა უნდა მაგ ყველაფერს ძალიან სწრაფად აითვისებთ, როდესაც ავტომობილში ჩაჯდებით, ისევე როგორც გაბარიტებს ითვისებთ ძალიან მალე. აქ გვაქვს ორი სათავსო, რომელსაც ინდივიდუალურად ხდება თავი და აქ ორი ჭიქის ჩასადები. ნუ რა მინიმალური კომფორტი რაც ჭირდება მძღოლსა და მგზავრს. აქ დისკის ჩასადებიც არის. კუთხედი დიდი ფირფიტა მეხსიერების ბარათი რო არის და პატარა მეხსიერების ბარათიც. ამიტომ ძალიან დიდი არჩევანი გაქვთ, რითი დააკავშირებთ თქვენს საყვარელ მელოდიებს, თქვენს მანქანას, გინდათ ბლუთუთით, გინდათ დისკით და თუნდაც ჩიპით. რაც საკმაოდ კომფორტულია მგზავრობისას. სანამ ზღოლის მხარეს გადავინაცვლებთ, ჩავიხედოთ ამის ძრავში, რომელიც საკმაოდ საამაყო აქვს აურს. ეს გახლავთ 8 ცილინდრიანი ძრავი, რომელიც გამოიმუშავებს 400 მეტ ცხენის ძალას და აქვს საოცარი აჩქარება. თან ისეთი აჩქარება, რომ ვერც კი გრძნობთ საერთოდ ავტომობილი როგორც ჩქარდება. წვას რაც შეეხება ავტომობილის უწერია 12 ლიტრი. მაგრამ ვისჯერა მაგის. რა 12 ლიტრი. ეს ავტომობილი სულ მცირე 16-17 litrს მაინც დაწვავს ქალაქში. თან ეგეც ალბათ ჩვეულებრივი სიარულით, თორე თუ ჩააჭირეთ არც 16 ლიტრი არ გეყოფათ, იმიტომ რომ ძალიან გარბის, ძალიან სწრაფია და ნუ არც არის გასაკვირი 8 ცილინდრიანი ავტომობილი საკმაოდ სწრაფი იქნება. ეს ავტომობილი არსებობს ორნაირი, ერთი არის წინაწამყვანი და ერთი არის 4x4-ზე, რომელსაც კვადრო ეწოდება. ზოგადად კვადროს ჩვენ ვიყენებთ აბსოლუტურად ყველა ავტომობილზე, რომელიც არის 4x4-ზე. და ეს არის რეალურად ისე დამკვიდრებული, როგორც მაგალითად დამკვიდრდა ჯიპი. ყველა მაღალი გამავლობის ავტომობილზე ჯიპს ვეძახით, ავიც ქსეროქსი, ბავშვების საფენებში პამპერსი, იმიტომ რომ რეალურად თავის დროზე კვადრო დამკვიდრა აუდმა და კვატრო იტალიურად ნიშნავს 4-ს და შესაბამისად 4x4-ზე არის ეს ავტომობილი და არის კვადრო და შეგვიძლია როგორც მე ჯიპს ყოველთვის ვცდილობ ხოლმე რომ მარკაზე გამოვიყენო და როდესაც ვსაუბრობ დიდ ავტომობილზე, SUV-ზე, crossover-ზე, ყოველთვის ვამბობ მაღალი გამავლობის ავტომობილი, ისე ვცდილობ ხოლმე ამ შემთხვევაშიც რომ აუდის გარდა სხვაზე კვადრო არ ვთქვა და სწორად გამოვთქვა. დასაწყისში მე ვახსენე რომ ეს ავტომობილი ჩემთვის ასოცირდებოდა ძვირსერვისიან ავტომობილთან, რომელსაც საკმაოდ ბევრი ფული სჭირდება თუ რაიმე მოუვიდა, აღმოფხრა ეს ყველაფერი და სერვისში ჩაუტარდა ნაწილები შეუძინო, მაგრამ რა თქმა უნდა მაგის პარალელურად ეს ავტომობილი ჩემთვის ასოცირდება მაღალი კლასის, მაღალი კომფორტის მქონე ავტომობილთან, რომლის ყოველაც საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. ალბათ ესაც არის მიზეზი იმისა, რომ არც ისე ხშირია, მაგალითად ისე როგორც Mercedes-ი, BMW და Toyota, Audi მე ამდენი არ მხვდება თბილისში. და ყავთ ძირითადად ისეთ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ამის საშუალება, რომ ასვან, აჭამონ, უარონ, თუ რამე ასტკივდებათ, უპრობლემოდ უმკურნალონ და მიიღონ მისგან მაქსიმალური სიამოვნება. მე იმდენად დიდი სიამოვნება მივიღე ამ ორ დღეში ამ ავტომობილით, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ არც ერთი სხვა ავტომობილის მართვით ესეთი დიდი სიამოვნება არ მიმიღია. BMW ძალიან მიყვარს, მაგრამ რა თქმა უნდა ობიექტურობა არ უნდა დაგვაკარგინოს არაფრის სიყვარულმა და უნდა ვაღიაროთ, რომ BMW-ს ამორტიზაცია და მართვა ისეთი კომფორტული არ არის. რამდენადაც მაგალითად Mercedes-ის. თუმცა, აი ხო თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ ავტომობილის მართვის გამოცდილება გაცილებით უფრო სასიამოვნო იყო ჩემთვის, ვიდრე Mercedes-ის შემთხვევაში ოდესმე ყოფილა. წეღანაც ვახსენე და ისე ვიტყვი, აი რო დავდივარ, ასე მგონია, საერთოდ ტრასას არ ვეხები. კაი, აქ ძალიან კარგ ტრასაზე დავდივარ, მაგრამ გუშინაც და დღესაც ვიარე ყველანაირი რელიეფის მქონე ზედაპირზე და არსად არანაირი დისკომფორტი არ შემქმნია, ზოგჯერ მეგონა, რომ არ ვიცი ეთყობა მეთქი ეგრეთ წოდებულ იამკებს ახტება მეთქი ეს მანქანა და საბურავით არ ეხება, იმდენად არ იყო არანაირად შემაწუხებელი. მით უმეტეს არც ისე ნელა დავდიოდი, იმიტომ რომ ამ ავტომობილით ნელა სიარული არც ისე მარტივია.
ვერ გრძნობს საერთოდ, როდესაც სიჩქარეს უმატებ. 95-ით მივდიოდი გზაზე, სადაც დაშვებული იყო ბევრად ნაკლები. გულწრფელად ვნანობ, უბრალოდ, სანამ მაჩვენებელთა დაბას არ დავხედე, მანამდე ვერ მივხვდი, რომ ამ სიჩქარით მივდიოდი. იმდენად ვერ გრძნობთ სიჩქარეს ამ ავტომობილში, რაც გარკვეულწილად საშიშიც არის, იმიტომ რომ მუდამ უნდა აკონტროლოთ. ჩემი შეფასება და დასკვნა საბოლოოდ ამ ავტომობილზე არის ის, რომ აუდი მინდა. ამით მე მგონი ყველაფერი არის ნათქვამი. იმდენად დიდი სიამოვნება მივიღე ამ ავტომობილით, რომ ძალიან დიდი სიამოვნებით ვიყოლიებდი ამ მარკას. უბრალოდ საჯიბეს ამოვიტრიალებ. არ მაქვს მაგის საშუალება, რომ აუდი მყავდეს. დღეისათვის სულ ეს იყო ჩემი ძვირფასო მაყურებლებო. იმედია მოგეწონათ ვიდეოც და მანქანაც, მე ძალიან მომეწონა მანქანა. ვისურვებდი აუდის ყველას, მაგრამ უფრო აშვიდს, იმიტომ რომ ეს მანქანა ცოტა ისეთი ადამიანისთვის წარმომიდგენია რა, აი ძალიან სოლიდური ტიპი როა, დიპლომატით რო დადის, ცოტა პედანტი და ბიზნეს კლასი რო უნდა ყავდეს, მაგრამ ხანდახან თავს რომ მოიგიჟენებს ხოლმე და რო ჩააჭერს, აი დაახლოებით ეგეთი და აშვიდი ბევრად უფრო ჩემია, ვიდრე ვაიმე რა ქარია. ვიდრე არვა. გამოიწერეთ არხი, არ დაგავიწყდეთ, დალაიქეთ ვიდეო, დაგვიკომენტარეთ და ერთ კითხვას დაგიტოვებთ. თქვენთვის რასთან ასოცირდება აუდი? აბა დროებით.